მერსი კორპსის ორგანიზებით მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქვემო ქართლის რეგიონში არსებული ხორცის სექტორში მომუშავე ბიზნეს ოპერატორები იმყოფებოდნენ. ბიზნეს ოპერატორებს ხორცის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ექსპერტები, გარემოს დაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესაუბრნენ. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ მერსი კორპსის ორგანიზებით 28 იანვარს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა რძის სექტორში მომუშავე ბიზნეს ოპერატორებთანაც შედგა. ჩვენი ორგანიზაცია ფინანსდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვართ ფასილიტატორები. შეხვედრა იმართება ხორცის სექტორში მომუშავე ბიზნეს ოპერატორებთან, გარემოს დაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად. შეხვედრის ძირითადი მიზანია გავაცნოთ ხორცის სექტორში მომუშავე ბიზნეს ოპერატორებს ეროვნულ კანონმდებლობაში მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილებები. კერძოდ ეს შეხება სურსათის უვნებლობის საკითხებსა და გარემოს დაცვის საკითხებს.